მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენი გადაცემის თემაა როგორ და როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ღმერთთან, რომელთა ცოცხალი ურთიერთობა დაამყარდა ქრისტიანები იყვნენ არა გონებით, არამედ გულით. ამ საკითხზე გვესაუბრება ფსიქოლოგი და სასულიერო პირები. მე 8 წელია უკვე რაც ვასწავლი საღვთო თავიდან ვასწავლიდი საპატრიარქოს გიმნაზიაში, ეხლა ერთი ბოლო 3-4 წელია უკვე ვარ ვაკის ეკლესიის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი და თან საღვთო პედაგოგი. და ამ წლების მანძილზე განუწყვეტლებს მიწევდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან საღვთო სწავლება და დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება, რაც მინდა რომ გაუზიარო ჩვენს მსმენელს. პირველ რიგში თქვენ დასვით შეკითხვა, რა ასაკში შეიძლება უკვე საკითხებს ბავშვთან საუბრის დაწყება, ეს რა თქმა უნდა დაბადებიდან და მუცელშივე შეიძლება საუბარი ჭეშმარიტ ღირებულებებზე, ღვთაებრივზე, ოჯახში საერთოდ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ოჯახში მარადიულ ღვთაებრივ ღირებულებებზე საუბარი სულ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტულად უფრო გვაინტერესებს საღვთო როგორც საგანი, რომელიც არსებობს სკოლაში, რა ასაკიდან, რა ასაკში, რა მეთოდებით შეიძლება ისწავლებოდეს. ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სასურველია, რომ პირველი კლასიდანვე ისწავლებოდეს და მე გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ დაწყებით კლასებში საღვთო სწავლებას, რადგანაც ამ ასაკში ფაქტიურად საფუძველი ეყრება ბავშვის პირველ ურთიერთობას უფალთან. ის მინდა მამების ცხოვრება მათი ჩვენ ბავშვობიდან უყვებით ამის მათ ცხოვრებას. რა თქმა უნდა სახარება, გამოსულები ბავშვებისათვის სახარება ეს უფრო დასურათებული და უფრო საინტერესოა ბავშვებისთვის. ახლა ბევრჯერ მინახია პირადად ბავშვი რომ ამ წიგს ათვალიერებდა და თან კითხულობდა. უპირველესად ქრისტიანად გაზარდეს შვილი, რამე თუ ერისკაცებსაც ძალიან სჭირდება სამთო წრილში გადმოცემული სწავლება, განსაკუთრებით ბავშვებს, მათ ხომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან და თუმცა ღვთაებრივ ჭეშმარიტებებზე წარმოდგენაც არ აქვს, ამათგან უკვე სმენია წარმართული თხზულებები. კი მხალხის ცხოვრება ამოთხრობილი, ვინც ნებებს ემონებოდა და ვისაც სიკვდილისე ეშინოდა. შენ შვილებს ცხოვრების გზაზე გაწყოლა ჭირდება, სწავლეთა და მოძღვრები და უფლისაითა. დაწყებითი კლასების ასაკში ხდება, როდესაც ბავშვი პირად ურთიერთობას ამყარებს უფალ იესო ქრისტესთან, პირადად, ის უკვე პირადად მიმართავს პიროვნულად უფალს და იქ თხოვს, თქვათ, კლასელი თუ ძმა თუ დაავად რო გაუხდება, პირადად თხოვს უფალს, რომ ის მოარჩინოს და იმედი აქვს უკვე სასოება ჩდება უფლის და ასე შემდეგ და ეს არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი მიდის ღმერთამდე გულით და არა ტვინით. ბავშვის ასაკი ზუსტად არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი პირდაპირ გულით იწყებს ურთიერთობას უფალთან და ამიტომ დაწყებით კლასებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ უნდა დავტვირთოთ ესე ვთქვათ, ზედმეტად არ უნდა დავტვირთოთ ამ. რა თქმა უნდა რაღაცა დაძალება პატარა დოზით შეიძლება, რომ ვთქვათ, წირვაზე აუცილებელია მისვლა ის პატარა ასაკიდან, რომ ის მივაჩვიოთ და ეს სისტემატიური გავხადოთ და ვთქვათ, დაძალებაც რო არ იყოს, ვთქვათ, რაღაცა ის ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თან დაძალებაც იყოს თან რაღაცა სიყვარულით. რაღაც შეიძლება პროტესი გაუჩნდეს რაღაც პერიოდში და ძალიან გაგვიჭირდეს ისევ ეკლესიაში მიყვანა ის. დაწყებით კლასებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამახვილდეს ყურადღება ინფორმაციის მიწოდებაზე ბავშვისთვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაზეპირებიოთ რაღაც ლოცვები, რაღაცა ფაქტები ზეპირად არ უნდა ვასწავლოთ. ამ ასაკში უნდა ხდებოდეს ფაქტიურად ღმერთის გაცოცხლება. ამ ასაკში უნდა გაიგოს ბავშვმა, რომ ღმერთი ცოცხალია, რომელიც მას უყურებს, ყველა სიტუაციაში ხედავს და რომელთანაც ის ამყარებს პირად ურთიერთობას. რა ამისთვის რა ხელშემწყობი პირობები არსებობს. ჯერ ერთი ძალიან ეხმარება პედაგოგს ამ ასაკში ხატვა. როდესაც თქვათ ჩვენ ვუყვებით ბავშვს წმინდა გიორგის ცხოვრებას, ძალიან კარგია თუ შემდეგ
იქნება ესეთი დავალება, რომ ბავშვმა რომელი ეპიზოდი ყველაზე მეტად მას დაამახსოვრს და დახატოს ეს ეპიზოდი. ოღონდ აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბავშვმა არავითარ შემთხვევაში ხატი არ უნდა გადმოხატოს, რომ ეს არ იყოს რაღაც კანონიკურ შეხება რაღაც კანონიკურ წესებთან ხატწერის და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს უბრალოდ გულიდან წამოსული ნახატი, რომელიც არის მისი პირადი შთაბეჭდილება აი ამ მონახულიდან გამომდინარე. ეხლა რას გვაძლევს ჩვენ ეს ხატვა? ძალიან მნიშვნელოვანია ხატვა. ჯერესად იმიტომ, რომ ხატვის დროს ხდება თანაგანცდა. აი ვთქვათ, ბავშვი რო ხატავს ბორბალზე წამებას, ამ დროს ეს თანაგანცდა ხდება და იმ წმინდანთან ერთად განიცდის. მაშგანა გუნურის აქციელია რა, ბავშვს ასწავლო ხელოვნების ყველა დარგი, სკოლაში ატარო არაფერი დაიშრო მისი განსწავლისათვის, უფლის სწავლთა და მოძღვრების განათლებაზე კი სრულიად არ იზრუნო. ამიტომაც ვიმკით პირველი ჩვენი შვილების ასეთი გაზრდის ნაყოფს, როდესაც მათ თავხედობას, კადნიერებას, იჯილტესა და გარყვნილებას ვაწყდებით, ვისმინოთ ნეტარი პავლესი, გავზარდოთ ჩვენი შვილები უფლის სწავლთა და მოძღვრებით, უჩვენოთ მათ ღმრთის მსახურების მაგალითი, სიყრმიდავნე უკითხოთ წმინდა წერილი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შვილს ესმის დედის ხმა მუცელშივე და არჩევს ის თავისი დედის ხმას მუცელშივე და რა თქმა უნდა მას ესმის დედის ლოცვის ხმა თავის მუცელში. ესწრის საგალობლის ხმა, რომელიც ტაძარში აღესრულება. ის როდესაც მისი მშობელი ეზიარება იმ მადლის შვილსაც იმ ესე იგი შეეხება იმ ნაყოფსაც კეთილი ემოციები, რომელიც დედას აქვს. ყოველივე ეს უკვე აღალიბებენ ჩვილის სულს დედის მუცელშივე. და აი ამიტომ თქმა იმისა, რომ როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ეკლესიაში, ალბათ ეს არ არის სწორი. ჩვენ შვილზე უნდა ვზრუნავდეთ მის ჩახსახვის თანავე. და რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არ ვართ ეკლესიური ადამიანები, ხელათვე ვერ გავხდებით, გაგვიჭირდება, თუმცა შეიძლება დედამ გადადგას, მშობლებმა გადადგას ეს ნაბიჯი გადადგა შვილის კეთილდღეობისათვის. მეგონია თითქოს მხოლოდ მონაზვნებს ჭირდებოდა სამღვთო წერილი ცოდნა. იგი იმ ყრმათათვისაც აუცილებელია, ვინც საერო ცხოვრებას აპირებს. ხომალდის მზადებისა საჭირდა მეზღვაურები იმას როდის ჭირდება, ვინც მუდამ ნავთმისადგომზე დგას, არამედ იმას, ვინც ზღვაზე მოგზაურობს. იგივე ითქმის მონაზონსა და ერისკაცზე. პირველი მშვიდ ნავსაყუდელში იმყოფება და უზრუნველი ცხოვრება აქვს. მოშორებული ამას ოფლის დიდ ხელვას, მეორე კი მუდამ ზღვაშია და ტალღებს ებრძვის. და თუნდაც თვითონ არაფრად ჭირდებოდეს წმინდა წერილი ცოდნა, სხვების გასაჩვენებლად უსათუოდ გამოადგება. ის წმინდანი ისე უყვარდება, ის ხდება მისი ძალიან ახლობელი ის წმინდანი და თუნდაც ეს ფაქტი, რომ წმინდანი ხდება შენი ახლობელი, რომ იზრდება ის ბავშვი, მას უკვე მერე ვეღარავინ ვეღარ დააჯერებს, რომ წმინდანები არ არსებობენ, თქვათ აი რასაც სექტები ქადაგებენ, რომ წმინდანებს არცემენ თაყვანს და ხატებს არცემენ და ასე შემდეგ, ხო? აი თუნდაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წმინდანი მისთვის იმდენად ახლობელი ხდება, რომ მერე ვერც ერთი სექტანტი მას დიდობაში ვეღარ დააჯერებს, რომ წმინდანს არ უნდა მიმართო, წმინდანს თაყვანი არ უნდა და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა უფრო აი პატარა ასაკის ბავშვი უფრო ადულად იღებს, ეხლა ცნობილია, რომ უფრო ადულად მიდის ეკლესიაში. ჩვენ გვინახია ეხლა თვეების ბავშვი, რომ აი მოწმუნე მშობლების შვილი, რომ აი როგორ ეამბორება ხატებს, აი როგორ მიდის ზიარებაზე, აი თავისუფლად სიხარულით რაღაც, აი ყველაფერს აი ეს როგორც აი სასწაულს ისე უყურებ ჩვენ ამას. და მე რაღაც პერიოდში ვთქვათ, აი ცოტა ეს გადადეხის პერიოდს ეძახიან. აი ამ პერიოდში რაღაც აი პროტესტი უჩნდება თითქოს რაღაც აი რაღაც ის ამ პერიოდში ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ აი შეიძლება რაღაცას თვალი დავხუჭოთ რაღაც აი ვთქვათ არ მიდის ეკლესიაში შეიძლება აი არ დავაძალოთ აი მიუდგეთ უფრო თბილად აი ჩვენ ვანახოთ ქრისტიანობა რა არის აი ამ შემთხვევაში იმ მშობელმა ვანახოთ მაგალითი მივცეთ აი რომ დაინახოს რომ ქრისტიანობა არ არის ვთქვათ ის რომ აი გინდა თუ არა შენ აი ხა დადექი ეკლესიაში და რაღაც ისეთი აი დაძალებითი არის აი ნებაყოფლობითი რომ აი მას თავისუფალი ნება აქვს ხმეთმა მიანიჭა თავისუფალი ნება და აი თავის ნებით უნდა არის საფეხური სულიერი ცხოვრებისაკენ ეს არის სულის სწორად აწყობილი ცხოვრება, სწორად ემოციური მდგომარეობა, რომელიც შემდეგ მდგრად ფხიზელ
თავგანწირულ სულიერ ცხოვრებამდე მიგვიყვას. საჭიროა რეალური საინტერესო საქმიანობა, რომელშიც ბავშვები თავს გამოამჟღავნებენ, როგორც ადამიანები, რომლებიც არ უღალატებენ მეგობარს, დაეხმარებიან ერთმანეთს, აპატიებენ წყენას. საჭიროა საერთო საქმეები, რომლებიც დაამეგობრებს მათ. ზოგჯერ კლასში 10 ადამიანი და ისიც ვერ უგებენ ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად ბავშვისთვის თვალსაჩინოება. სამწუხაროდ ხე ჩვენ არ გვაქვს იმხელა საშუალებები, რომ აი რასაც უყვებით თითოეული ეპიზოდი ნახატის ან ხატის სახით იქვე გაკვეთილზე ვაჩვენოთ ბავშვს და ეს ხატოვანი გახდეს ეს თვალსაჩინოების საშუალებით და აი ეს ნახატი ფაქტურად თვალსაჩინოებათაც იქცევა ბავშვისთვის და უფრო ახლობელი ხდება ის სიტუაცია, რაზეც ლაპარაკობთ, რასაც ვუყვებით, ცოცხლდება. ანუ ის აღარ არის რაღაცა მკვდარი ამბავი, რომელიც მოხდა ვთქვათ მე-3 საუკუნეში და ეხლა არ შეიძლება მოხდეს. ეს ცოცხლდება აი ამ სახით ეს ამბავი ნებისმიერ წმინდანთან დაკავშირებით ისე ცოცხლდება, რომელიც ბავშვისთვის არის უკვე აბსოლუტურად ცოცხალი, ის განიცდის, აი ეს თანაგანცდა ხდება ზუსტად და განიცდის და ის გრძნობს, რომ წმინდა გიორგი იყო ისეთივე ადამიანი, როგორც თვითონ არის, უბრალოდ ბავშვი იმასაც გრძნობს, რომ წმინდა გიორგის უფრო მეტად უყვარდა ღმერთი, ვიდრე მას უყვარს და უკვე ის ბავშვი ეცდება, რომ უფრო მეტად შეიყვანოს ღმერთი წმინდა გიორგის მიბაძვით და ისევე უყვარდეს ღმერთი, როგორც აი ამ დიდწმინდანებს უყვარდა. კარგი აზრია, რომ აი ჩვენ ბავშვობიდან აი რაღაცა მივდივართ ქუჩაში. შეიძლება მივაწოდოთ ხუდა ბავშვს და აი ბავშვი აი აქედანვე შევაჩვიოთ ეს მოწყალება და აი ბევრ შემთხვევაში აი ძალიან მობიერებას იჩენენ ბავშვები აი ამ დროს აი ბავშვი სხვანაირებული აქვს რა თქმა უნდა ეს პატარა ბავშვი და აი ეს მე შემდეგშიც გაყვება ეს ჩვევა ეს ამ დროს ძალიან კარგია კიდევ აი პატარა თემების წერა, რომ ვთქვათ ვისაუბრეთ მარხვაზე ბავშვებთან, ხო? აი ძალიან კარგია, რომ თუნდაც ერთი აბზაცი ან რამდენიმე წინადადება ბავშვებმა დაწერონ თემა, აი მათი აზრით, რა არის მარხვა. ისეთ საინტერესო თემებს წერენ, აი ამ თემებში ჩანს ხოლმე, რომ ყველა ადამიანი იბადება ქრისტიანად. აი პირდაპირ ამ თემებში ეს ჩანს, რომ აი ზოგჯერ ის, რასაც თქვათ პედაგოგი არ ამბობს, თქვათ მე არ მithქვამს გაკვეთილზე, მაგრამ ის ისაც ჩადებულია ის ცოდნა ადამიანში უკვე დაბადებიდან, ამას ეს ბავშვი თავისით წერს. აი მისთვის გაუცნობიერებლად ეს არაცნობიერად ხდება. არც გვისწავლია ეს გაკვეთილზე, მაგრამ ისე ცოდნა ამოდის. ანუ ეს მამები, წმინდა მამები რო ამბობენ, რომ ყველა ადამიანი ქრისტიანად იბადება, ეს ზუსტად აი ამ ნახატებიდანაც ისეთ ახატავენ, ისეთ რაღაცას ხატავენ, რომელიც მე არ მithქვამს გაკვეთილზე, მაგრამ ეს ცოდნა მათში ჩადებული. და ეს ხდება ფაქტურად აი ამ დაწყებით ასაკში, დაწყებით კლასების ასაკში, აი სწორედ საღვთო სწავლება ამ მიმართულებით განვითარდეს, რომ ბავშვი მოხდეს იმის გამოღვიძება, რაც ჩადებულია მასში, ჩვენ უბრალოდ ვაღვიძებთ, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით. პედაგოგის დანიშნულებაც ეს არის, რომ პედაგოგი არის მეგზური, რომელმაც ბავშვი უნდა მიიყვანოს იესო ქრისტემდე. და აი ამ მეგზურობას უწევთ, აი ამ გამოღვიძებას ბავშვი იმით, რაც ფაქტურად ჩადებულია. და არავითარ შემთხვევაში აი ამ ასაკში არ უნდა იყოს რაღაც სქოლასტიკური მithქომა, რაღაც ისე პირად დასწავლა ან რაღაც საუკუნის დამახსოვრება. საუკუნე შეიძლება საერთოდ არ ვახსენოთ, რომელ საუკუნეში იყო წმინდა გიორგი, მაგრამ აი ვთქვათ, დაუსვათ ესეთი შეკითხვა, რომ აი ბავშვებო თქვენი აზრით რატომ მოიქცა წმინდა გიორგი ესე, რომ თავისი ნებით გაყიდა მთელი თავისი ქონება, თავისი ნებით მივიდა დიოკლეტიანესთან და თქვა, რომ მე ვარ ქრისტიანი. აი თუნდაც ესეთი შეკითხვა, რამდენი ბავშვიც არ იმდენი პასუხია, საოცარ პასუხებს წერენ ხოლმე. ზოგი ამბობს, რომ იმიტომ რომ ძალიან უყვარდა უფალიო, ზოგი ამბობს, იმიტომ რომ დიოკლეტიანეს მოქცევა უნდა და ზოგი ამბობს, იმიტომ რომ ვერ აიტანაო მის გარშემო ამდენ ქრისტიანს რო აწამებდნენ და თვითონ ესე ყოფილიყო, ეს ვერ აიტანაო და ასე შემდეგ. ანუ იქ უკვე ჩნდება აი რაღაც საკუთარი აზრი, საკუთარი ხედვა ამ საკითხების. აი ეს ესეთი გაკვეთილი უნდა იყოს კითხვა-პასუხზე აგებული, არ უნდა იყოს მხოლოდ რაღაცის მოსმენა. აი მოკლედ ძალიან არ არის აუცილებელი რომელი საუკუნე დაწვრილებით. ეს შემდეგ კლასებში უკვე და აი დაწყებით კლასებში უნდა იყოს მოკლედ ის ამბავი, რაც მოხდა და შემდეგ აი კითხვების საშუალებით უნდა იყოს ამ ამბის გაცოცხლება. ეს ამბავი გაცოცხლდება ნახატით, თემით, აი ესეთი კითხვებით მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. და უკვე იქნება ესე იგი წმინდანი მისთვის ცოცხალი. ანუ რასაც უყვებით, ის უნდა გაცოცხლდეს, რომ ბავშვმა აი რომ გაუჭირდება, გაახსენდეს, რომ არსებობს წმინდა გიორგი და მიმართოს თუნდაც თავისი სიტყვებით და ტროპარი არ იცოდეს პირად, თავისი სიტყვებით მიმართოს ამ წმინდას და შეწევნათ ხოლოს. მივიდნენ ტაძარში და დაიწყო ეკლესიური ცხოვრება.
და ამით თავიანთი შვილის სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს დაუდონ საფუძველი. და შემდგომაც, როდესაც უკვე იშვება ჩვილი, ამის შემდგომაც ჩვენ მას მერვე დღეს მივყავს ტაძარში, უკვე მას სახელდების ლოცვა ეკითხება, სახელი ერქვა და მეორე მოცვე დღეს ჩვენ მას ვნათლავთ. ესე იგი უკვე ჩვილობის ასაკშივე ხდება ბავშვის მიყვანა ტაძარში და ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ეს ყოველ ლიტურგიაზე მივიყვანოთ, რაც უფრო ხშირად უკეთესია, ყოველ კვირას მივიყვანოთ ბავშვი და ვაზიაროთ ქრისტეს ცისსა და ხორცს.